რა ხდება რეალურად რა ინვესტიციაზეა საუბარი და რა შეიძლება იყოს ამის შედეგები. ციფრებში არის აშკარა შეუსაბამობა. 6 მილიარდზეა საუბარი, ოღონდ ხელშეკრულება თვალით არავის არ ნახავს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ძალიან სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები, დავკარგოთ ქართული მიწა. ეგ იქნება რეგიონში უდიდესი გეტო. და ამ მნიშვნელოვან სიტუაციაში საპატრიარქოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ძალიან დიდი აშკარად შავი ფული ტრიალებს, ჩამთრევი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ეკონომიკის დაბლა. საშუალო პერსპექტივაში ამას შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები მოყვეს. თუ ეს 100-ია, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს პროექტი შევაჩეროთ. მე ყველას მოუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ერს და ბერს, რომ ხმა იმაღლოს ამ საკითხზე. გამარჯობა, ეთერში გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგყვებით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, სხვა სოციალურ პლატფორმებზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ფინანსისტი ნიკა შურღაია. გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ? გამარჯობა ზურა. მოგესალმებით სვაბოდაზე, ბრატ. მადლობა. მადლობა, მშვენივრად ვარ, ენერგიულად, ხალისიანად. ესე ვიტყოდი, ახლა ის დღე რო იყოს, როცა დამაპატიმრეს და არჩევანი მქონდეს, რომ დაპატიმრებული ვიყო თუ არა, ავირჩევდი დაპატიმრებას. რატომ? კარგი ადამიანები გავიცანი, საინტერესო გამოცდილება მივიღე თვითონ ეს რაღაცა განსაცდელი რაღაცების მოკლება არა, ასე ვთქვათ, რა ვთქვათ, ადამიანებთან შეხების, ტელეფონის, საყოფაცხოვრებო პირობების, ზოგადად თავისუფლების აკვეთა ბუნება გაკლდება რაღაცა, ხო, აი ნეგატიური მხარეები, საქმეს ვერ აკეთებ უამრავ რამეს წqdები. მეორე მხრივ ვიძენ ახალ ადამიანებს, ბევრი ინფორმაციას იღებ. თვითონ ეს გადალახვა გამამტკიცებელი საქმეა და ჯამში რეჟიმსაც აჩვენებ, რომ არ გეშინია და არ უდრკები მის რეპრესიებს. ამიტომ ჯამში კმაყოფილი ვარ და ისი ამოვნე ასე დავარქმევდი ამას. ერთს გეტყვი, რომ ამდენი და ამ ხარისხის პატიმრები ჩვენ არ გვყოლი ალბათ 30-იანი წლების მერე გასული საუკუნის რა. ანუ თუ არ ჩავთვლით იმ შაუბნელ ფურცელს, რაც იყო სამოქალაქო ომი, შევარდნაძის დროს ამდენი პოლიტიკური პატიმარი მე პირადად არ მახსოვს რა. შენთან პირველ ყოვლისა მაინც მინდოდა ფინანსურ და ეკონომიკურ თემებზე საუბარი, შენი თქო ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მოდი ესე ვთქვათ რა, მაგრამ არ შემიძლია მაინც ამ თემას არ შევეხო და შენი აზრით, შენი აი ნიკა შურღაიას შეხედულება რა იქნებოდა დღეს სად ვართ პოლიტიკური კონტექსტის მხრივ რა, ან ჩვენასაც ვაკვირდებით არის რომ აბსოლუტურად აბსურდულ კანონებს იღებენ და პრინციპში ბელორუსამდე გვიკლიან კი არა გავასწარით ბევრი მიმართულებით და ანუ აი და იმის თქვა კი არა სად გაწყდება ეს ჯაჭვი აუცილებლად გაწყდება. შენი ხედვა რა არის დღეს სად ვართ, რა ხდება? ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, ახლა ბევრ რამეს ჩვენ ხალისით ვიღებ და იუმორით. ამავე დროს ბევრი რამე სასაცილო სრულებით არ არის. დეგრადირებული არის ჩვენი ინსტიტუციები, ფაქტობრივად კონტროლის მექანიზმები სრულიად მოშლილია, სრულიად ერთი კაცის კონტროლის ქვეშ გადავიდა ყველაფერი. ამას გარდა საშინელი არასტაბილურობა გვაქვს, არა მარტო ვთქვათ ის, რომ პროტესტებია საზოგადოებაში, არამედ კრიმინალური სამყარო სხვა ადგილას ძლიერდება. საგარეო მხრივ გვაქვს არაღიარებული დე ფაქტო ხელისუფლება ნორმალური ქვეყნების მიერ. გვაქვს ძალიან არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება. ფარული მართველი ისევ ყავს, რომელიც ადრე ყავდა ქვეყანას. როგორ ვთქვა რა, ძალიან მძიმე სიტუაცია, ამაზე მძიმე შეიძლება რა თქმა უნდა, თუმცა როგორც შენ თქვი რომ აი იმ დროიდან არ მახსოვსო, ვთქვა შევარდნაძის დროიდანო, შევარდნაძის დროსთან ბევრ ამბავში შედარებითი არის რა. ანუ იქ ედუარდ შევარდნაძე, როგორ ვთქვა რა, განათლებული და მრავლის მნახველი ადამიანი იყო, რომელსაც დიდი სიმძიმე ჰქონდა თავისი ადამიანური და ესე წვრილმან საძაგლობებს არ კადრულობდა. რაღაცა შეიძლება ვერ ერეოდა ასე შემდეგ, თუმცა ჯამში
გონება გახსნილი ადამიანი იყო და ქვეყანა მიდიოდა დასავლეთისკენ და ახლა გვაქვს იუმორი მაინც არ აკავდა იუმორიც კარგი გონება გახსნილი იყო იმ გაგებით რომ ხედავდა ჯამში განვითარების ვექტორს ქვეყანას სწორად და რაღაცები ვერ შეძლო, ბევრი რამე ვერ შეძლო, ბევრ რაღაცაში შეცდა, თავისი თქვა, რა ვიცი, ასაკიდან და წარსულიდან და ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ამავე დროს არ ვიცი, როგორ შეიძლება შევადაროთ ბიძინა ივანიშვილი ედუარდ შევარდნაძეს და არც მიკვირს რომ არ უყვარს ძალიან ასე გამიგია ბიძინა ივანიშვილს ედუარდ შევარდნაძე. აქ რაოდენობაზე ელემენტარულად საუბარია ის 200 გადაცდა რეალურად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა. ერთი რაც შენახსენ უბრალოდ არაკომპეტენტურობა რა, აი ეს არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში ამათ ბოლოს მოუღებს ჩემი აით უბრალოდ ჩემი შიში ის არის რომ ქვეყანასაც იგივე გზას გაუყენებს და პლუს არის რომ აბსოლუტურად არ თანმიმდევრულობა მე მაგით ვერ ხვდები შინაგან ლოგიკას ამათ მოქმედებების რა აი ამასთან დაიჭირეს ვლადიმერ სტეფანიანი თუ არ ვთქვი სახელი და გვარი არ მეშლება 5 სასტუმრო კომპლექსის საბაგირო სათხილამურო ტრასა ააშენა ანუ აი რომ მოგინდეს რა აი პანჯარას ვერ გამოცვლი ეგრევე ვიღაც დაგადგება რა და ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? რომ ამ ადამიანს ამდენის ააშენა, იყო ღარიბაშვილი გახსნაზე, იყო დავითაშვილი გახსნაზე და დღეს რა? რომ თურმე არ ვიცოდით და ეს რა ლოგიკა შედება, ანუ ვის არწმუნებენ ამით? არაერთხელ ყოფილვარ იმ სასტუმროში, სხვათა შორის სადაც მხარდაჭერას უწევდნენ საქართველოს დამლაგებელთა გილდიას და გარემოს დაცვაში ზრუნვაში და ამ ადამიანს არ ვიცი პარაზოს არ შეხვედრივათ ხა სადაგი იმ სასტუმროს არა შენ ყოფილ ხალხი არა ღარიბაშვილი იყო და მთელი მთავრობა მანდ იყო თან ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი იყო ყველაზე კარგი შეხსრ მინისტრი იყო ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრი იყო ბურჭულაძემდე მე ბურჭულაძე იყო ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრი ამათ ღარიბაშვილი ნაკები ყავთ რავი მადლობა მართლმადიდებლობისთვის მარტო ეს ფრაზა რამდენს ისა რამდენზე მეტყველებს და ანუ შენ მარტო არ იყავი და დღეს უეცრად აღმოჩნდა რომ არ იცოდნენ და მე ესენი გეუბნებიან რომ ახ deep state-ის რაღაც რაპორტული გეგმები იციან და რაღაც არათანმიმდევრულობას მე ვერ ხვდები რა მე ლოგიკას ვერ ხვდები შენ თუ დამანახებ რა ვიცი სიამოვნებით ახლანდელი de facto ხელისუფლების წევრებიც რომ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა თუ მოასწრებენ ვიდრე დაუტოვებიათ ხელისუფლება მე ამაზეც იგივე სიტყვიან. ანუ ასე ხდება ხოლმე ასეთი ტიპის რეჟიმებში და როდესაც პუტინი გადაბრუნდება, იმასზე რა სიტყვიან და როგორ წიხვეშ გაიგდებენ, მაგასაც ვნახავთ. ანუ როგორი კულტის ის იქნება მხილება შემდეგ. და ბიძინა ივანიშვილსაც იგივე ელის. თუ დროზე არ მოვიდნენ გონს. რაც შეეხება ახლა ლოგიკას მე ამას ხედავ, რომ შეტოპილი არიან ძალიან ღრმად და ბატონი კობახიძე და ბატონი ივანიშვილი ვარაუდობენ და ფიქრობენ იმედი აქვთ რომ ბოდიში და გაზის პედალზე ფეხის დაჭერით ანუ ამაჩქარებელზე შეძლებენ ფონს გასვლას და გატეხავენ ქართული ერისნებას და დაამყარებენ აქ დიქტატურას და ყველაფერი შერჩება და ისტორიას გადაწერენ მერე. აი ამის იმედი აქვთ ლოგიკას ამას ხედავ და აკეთებენ იმას რაც გაზდით. ანუ ნენელა აფართოვებენ იმ სივრცეს აჩვევენ საზოგადოებას უფრო და უფრო ცუდ რაღაცეებს. ფაქტობრივად დაღმოვალ სპირალში ვართ დიდი ხანია. მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი ბოლო დღეებში ეთერებში რომ ესენი რომ ძალიან ცუდები არიან ამაზე საზოგადოება პრინციპში ჩამოყალიბებული ვართ. ეს თუნდაც პატიმრობაშიც ვიგზენი ადამიანთან ურთიერთობით, ამ სისტემის იმაში მომუშავე ადამიანთან ურთიერთობით. რა თქმა უნდა, ხა ისინი თავს იკავებენ ეს საუბრიდან, მაგრამ ამ რაც შეგიძლია ხაზებს შორის წაიკითხო და არ უნდა დიდ უმრავლესობას ქართველი ერის აღარ უნდა ეს რეჟიმი. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე და ეს ხალხი აღარ უნდა საქართველოს. აქ საკითხია რომ ისინი ვერ ხედავენ ალტერნატივას. ვინ მოყავთ, ვინ მოდის ეს კითხვა ძალიან აქტუალურია და ამ შემთხვევაში ბურთი არის სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციური პარტიების მხარეს რომ ეს მოცემულობა შევქმნათ. ხა ლოგიკაზე მკითხეთ ახლა მე სხვაგან წავიდით, თუმცა ლოგიკა მათი არის რომ გათიშე და იბატონე, ანუ არ შეიქმნას არავითარი რაღაცა ისეთი მდგრადი გაერთიანება, ხალხი, საზოგადოება, პარტიები ყველა ერთმანეთზე იყოს წაკიდებული და ასეთ შემთხვევაში ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც რაღაცა სტაბილურობას ეჭიდება. აი ეს მათი ლოგიკა.
მინდა გითხრა რომ ერთმანეთზე წაკიდებაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ოპოზიციური ნაწილით საკმაოდ ხელს უწყობს, იმიტომ რომ ვერ გადავეჩვიეთ ამ ერთმანეთის მიწაში ჩადებას. მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ჩემეთ არა აუცილებლად თუ მე და შენ ამაზე ვერ ვთანხმდებით, მე შენ მოღალატე გიძახო, შენ მე რაღაც არა ადამიანი ვიძახ და ასე შემდეგ. ერთმანეთის ლანძღვაგინების გარეშე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით. რა, ეგ პრობლემა ჩვენ მხარესაც არის, უნდა აღიარო ადამიანმა რა, რომ ოპოზიციურად განწყობილები ვართ თითქოს, მაგრამ ნუ ერთმანეთის მიმართ კრიტიკა რაღაც დასაშვებს ზღვარს სცილდება და მე იმ ზღვარს რო სცილდება, მე თანამშრომლობაზე საუბარი ძნელია ხა. მე რო შენ არაკაც და მოღალატეს გიწოდებ, შენ მაინც გაგიჭირდება რაღაცების გადალახვა საკუთარ თავში, რომ მე ჩემთან ითანამშრომლო რაღაც მნიშვნელოვან თემებზე რა. არის ეგ პრობლემა. გისმენდი შენ და ზოგადად აქტუალური თემა, კომპანია Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილი ინვესტიცია, ამ თავიდან იყო რომ ეს MR-ის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მე აღმოჩნდა რომ კომპანია Eagle Hills-ის ქვეშა რაღაც 6 მილიარდზეა საუბარი, ოღონდ ხელშეკრულება თვალით არავის არ უნახავს. ამ 6 მილიარდიდან მგონი რაც გამჟღავნდა და ღიად ითქვა 30%-ზე მეტი საქართველოს სახელმწიფო ჩადის, ხო, ინვესტიციას პლუს აი სრულად გაჩვენებულია ქართული, ეს ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც რაღაც იქ სხვა ემიგრაციას ებრძოდა ხან ჩინეთიდან, ხან პაკისტანიდან, ხან არაბეთიდან მათ შორის, ანუ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული ძალიან ბევრს და ამავდროულად ხა მე თავად ხო არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ინვესტიციების რა, უბრალოდ ინვესტიცია, რომელსაც აქვს რაღაც ისეთი სახეობა პრაქტიკულად დემოგრაფიულ სურათს შეგიცვლის რა, ამას მე გრძელვადიან პერსპექტივაში, გრძელვადიანშიც კი არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ამას შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები მოყვეს რა. ჩვენ ხედავთ ხო იგივე ხა დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებშიც, ანუ ეგ ცივილიზაციურმა შეჯახებამ მაინც სახარბიელო შედეგები ბევრგან არ გამოიწვია რა და პლუს კიდე სასწაული რაცა გახსოვს შენ ალბათ კობახიძის გამოსვლა ევროპაში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედიო და მე საქართველოს მუსლიმთა ასოციაციის მუფტიც თუ არ ვთქვი იძულებული გახდა გამოსულიყო და ეხლა ბოლბოლ მუჰამედი არის ჭიაწარმეტყველის სახელი რა ამ ეხლა ყველას მიაყენა ამით შეურაცხყოფა კობახიძემ რა და დამაარსებელიც ამ კომპანიის Eagle Hills-ის არის მუჰამედ რაგვარია მუჰამედი ქვია. ხო, მუჰამედი ქვია რა და ან ოცნება როგორც ყოველთვის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ჯანდაბას. ასევე საკუთარ გამოსვლას ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ ველზე არიან და ვითომ რაღაც ქართველების ემიგრაციაში წასვლის და ვთქვათ საქართველოში უცხოელების ძალიან უყვართ ეს ტერმინი ჩამოთესლების წინააღმდეგი არიან და ამ დროს რეალურად ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ ის ოპოზიციური რაღაც აქტიური ნაწილი ვართ რა რომლებიც პრინციპში თავიანთ გამოსვლებში არასოდეს არ იყვნენ ინვესტიციების და ამ შემდეგ წინააღმდეგ და შემდგომ მაინტერესებს კომპეტენტური აზრი ანუ რა ხდება რეალურად რა ინვესტიციაზეა საუბარი და რა შეიძლება იყოს ამის შედეგები თბილისისთვის და ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანი საკითხია, მადლობა ამ კითხვისთვის ზურა. და ნუ კარგი შესავალი გაუკეთე. ჯერ იქიდან დავიწყებ ახლა რამდენჯერმე ვისაუბრე ამ თემაზე, რომ მე არა ვარ უცხოელების მოძულე. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 18 წელი საზღვარგარეთმა გატარებული და ძალიან კარგად ვიცი უცხო ქვეყნებში როგორი არის უცხოელისთვის ცხოვრება. ამას გარდა მყავს არაბი მეგობრები ბევრგან, სხვადასხვა ქვეყნიდან არაბები და ჩემი ბუნებაც ასეთი არის, ადამიანების მოყვარულობას ვქადაგებ და ეხა ეს რომ ვინმე ერთი შევიძულო და ამოვიჩემო, ნამდვილად არა, ჩემ შიგთავში არა ჩემსაში. ამავე დროს საკუთარი თუ არ გიყვარ, თავი თუ არ გიყვარ და შენიერი თუ არ გიყვარ, სხვას ვერ შეიყვარებ და როგორც შენ თქვი, დიდი კითხვის ნიშანია, რამდენად აქვს ახლა საქართველოს ეს ცივილიზაციური კიდე ერთი ჯახის ატანის შესაძლებლობა. ანუ ჩვენ დემოგრაფიულად ახლა ისედაც ძალიან შემცირებული გვაქვს მოსახლეობა დაღმავალში ვართ 5 წელია შობადობა ჩამორჩება სიკვდილიანობას დიდი ემიგრაცია გვაქვს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარტო 316,000 საქართველოს მოქალაქეა გასული და 272,000 უცხოელი შემოსული. ამიტომ ამ ვითარებაში დიდი რაოდენობით უცხოელების შემოყვანა არის ძალიან დიდი ფრთხილად სანახავი საკითხი და ნუ პრინციპში
უხეშად ვიზახი არ მივესალმები. ნუ დეტალებშია ყველაფერი და ხა ცალსახად არც იქით არც ერთი არ შავი. ეს ერთი საკითხი. მეორე, ნუ ისეთ რაოდენობა შეიძლება იყოს და რო არ გეუბნებიან და ხელისუფლება რომელიც არის მატყუა რა. ანუ ადამიანი რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში 1-2 წლით მერე წავიდა გამუდმებით იტყუება, ანუ რო გაუჭირდება 1 წელი მასა და ყველაფერს დავალაგებდა დალაგების მაგირო ყელში როგორ წაეჭირა საზოგადოებისთვის იმაზე მუშაობდა რუსული კანონი წაიღო და მე უკან მოიტანა და უფრო უარესად და თურმე ვიღაცა აძალებდა იქ დასავლეთი რომელიც მანამდე მისი მეგობარი იყო და პრემიერ-მინისტრი რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო და თავის მისი ბავშვობიდან მის გვერდში იყო და მუშაობდა და აქებდა და ადიდებდა როგორც ჩვენ თქვი მე უცებ მტრად გადაიქცა და მოღალატეთ მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ. ანუ ადამიანი რომელიც ძალიან მკვეთრად იცვლის სახეს და დიდო სტატია ნელ-ნელად ცვლილებების და შეაგუოს სხვები და საზოგადოება რაღაც დიდ ცვლილებებს სინამდვილეში როგორც მცირე ნაბიჯ და თავის ნებას დაუქვემდებაროს უამრავი ადამიანი მათ შორის ასე აშკარად ჩანს თუნდაც აი რაღაც სხეულის ენით რაც იკითხებოდა ბატონ ივანიშვილისა და ბატონ ნაჰიანის შეხვედრის დროს რომ ბატონი კობახიძე და ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი ფაქტობრივად არა ქვეყნის პრემიერი და დე ფაქტო არიან, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი იყვნენ, არამედ რაღაც მომსახურე პერსონალებიც. ხო, ვიღაც ადამიანის სახში, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეა წესით და გასაგებია მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი იყო, თუმცა აი ამ ჩვენი ყველაზე პატივცემული ბჭყალებში მოქალაქისა და ამ უცხოელის შეხვედრისასაც ეს ჩვენი როგორ იყო მოხრილი წელში და როგორ ლაქუცის სახე ქონდა ესეც მნიშვნელოვანია. ხა პირველ რიგში აქ იმას დავიწყებ რომ ძალიან ბევრი კითხვა იბადება ფარული დღის წესრიგისა და ინტერესების მიმართ. ანუ გარდა იმისა რომ არ გამჟღავნებულა ეს ყველაფერი, რაც ქაღალდზე არსებობს და დატანილია, ისიც კი ალბათ არ არის სრული სურათი, იმიტომ რომ იმ ქვეყნიდან გაერთიანებული არაბის ემირატებიდან მოიტაცეს გიორგი ბაჩიაშვილი, ხო? ესეთი რამე ადამიანის მოტაცება მით უმეტეს შეძლებული ადამიანის მოტაცება ქვეყნიდან რომელიც უცხოელებისთვის მაგნიტის რეპუტაციაზე მუშაობს და მისი მოსახლეობის 70%-ზე მეტი უცხოელია არის ძალიან დიდი ესეთი სათუ ნაბიჯი ხომ მათ ეს გააკეთეს რაღაცისთვის გააკეთეს და აი ამ გარიგებაში რომ იმათმა მოატაცებინეს ჩვენს დე ფაქტო ხელისუფლებას ადამიანი მისი ქვეყნიდან და ასე ვიცი რომ გიორგის ბაჩიაშვილს რაღაცა დაპირებებიც ჰქონდა რომ უსაფრთხოდ იქნებოდა იმ ქვეყანაში და შემდეგ ეს დაპირებები მისი მოტაცები დასრულდა. ანუ რაღაცა ვალში აღმოჩნდა ეს ხალხი იმ ხალხთან, ხო? ესეთი საკითხებიც რა თქმა უნდა გასაგებია. ლოგიკურია დაუშვა. ხო, ანუ ინტერესები არის არა მარტო რაც ქაღალდზე დევს, არამედ პირადი ინტერესები მნიშვნელოვანი. მეორე ბატონ ივანიშვილს აშკარად ჭირდება პოლიტიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ალბათ მას სურს და იმედი აქვს რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატები მას გარკვეულ ლობირებას გაუწევს, თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ რაღაც აღდგეს. ანუ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ ქაღალდის საკითხი არ არის. ქაღალდზე დატანილი საკითხი არ არის და სანახავია თუმცა ამ სურათს როცა დავინახავთ. და ინფორმაცია არ აგვაქვს ახლა, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვჭირდება, თითქმის არაფერი არ აგვაქვს. მე ჩემს Facebook-ს გვერდზე უკვე მეორე ვერსია დავდე წერილის, რომელიც მინდა რომ დღეს დავდე დილით, მინდა რომ საპატრიარქოს გაუგზავნო, რატომ საპატრიარქოს? იმიტომ რომ ჩვენ არ გვესაუბრება უკვე დიდი ხანია პასუხს არ გვცემს ეს დე ფაქტო ხელისუფლება და ყრუყედელია და იქნება მათ გაუწიონ ანგარიში, რაც შეეხება საპატრიარქოს მართალია ისინი ვთქვა ღმერთის მსახურები არიან და სულიერი სამყაროსი საქართველოს საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს გვერდით იდგა. ილია მეორეც უწმინდესი და უნეტარესი ცდილობდა, ახლა იცით, ბევრი აზრი შეიძლება არსებობდეს ის რომ ცდილობდა რამდენად ვიღაცას მოსწონდა და ვიღაცას არ მოსწონდა, ფაქტია რომ ადამიანი ცდილობდა რომ ენა მამული სარწმუნოება ელია ჭავჭავაძის მიერ ნახსენები და ჩვენთვის ანდერძად დატოვებული დიდი სამი საუნჯი რომელიც გვაქვს ეს თუ არ განემტკიცებინა სუმცირე შეენარჩუნებინა და ეს იყო მნიშვნელოვანი თქვა მისთვისაც ღერძი და ახლა აქ სარწმუნოება არის ესე იგი ქართველი ერისთვის თუ ეკლესია იქცევა მხოლოდ ხელისუფლების დანამატად და
მის შემქებათ, ასე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, მეუფე სტეფანე აკეთებს ახლა. ხო, ამ სიღრმეებში არ მინდა წავიდე, აქ საკითხი მე ხედავ, რომ ეს არის ტესტი მნიშვნელოვანი სიტუაცია გვაქვს, როგორც ყველგან საზოგადოებას და ერთს კი. და ამ მნიშვნელოვან სიტუაციაში საპატრიარქოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დადებითი, რაც რწმენისთვისაც კარგი შეიძლება იყოს და თლიანად ამ დიდი ინსტიტუციისთვის, რომელიც ჩემთვის წმინდაა, იესო ქრისტეს ეკლესია და მეორე მხრივ ქართველებს ემსახუროს, როგორც ემსახურებოდა საუკუნეების მანძილზე. ნიკა, უბრალოდ ისე რომ დაუბრუნდეთ ახლა ამ საკითხზე. ხო, Eagle Hills MRs და მე გამრჩა გონიოშიც არის მან ინვესტიცია და კიდე ერთი მომენტი რაც მინდა და ყურადღების გამოხილება და გამრჩა არის ის, რომ რეალურად ჩვენ როდესაც საუბრობთ სხვა უცხოურ ინვესტიციებზე, თუ საუბარია რაღაც დემოგრაფიულ ცვლილებებზე, რომელიც ამას შეიძლება თან ახლდეს, ან მიწების გაყიდვაზე, აქ დგება უკვე ის საკითხი, რომ ყველაფერი თუ გაყიდა, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ძალიან მოკლე ხანში მთლიან საქართველოს ტერიტორია უბრალოდ გაყიდული იქნება რა. ხო, ხა არ არის რაღაც 6 მილიარდი, ეს შეიძლება ლოკალური ჩვენი მასშტაბისთვის დიდი ფული იყოს, მაგრამ სოფლიო მასშტაბით საერთოდ არ წარმოადგენს რა 6 მილიარდი. ხო, ანუ ტრილიონად მთელ საქართველოს, რავი, იყიდი. ხო, პირობითად რო ავიღოთ, ხო, მიწას ალბათ იყიდი. და ამ შემთხვევაში ანუ ეს რისკებიც არ თუ გათვლილი არაფერი არ ვიცით ამის შესახებ. იმიტომ დავიწყე ფარულ ინტერესებზე საუბრი და იმიტომ ვახსენე მე საპატრიარქო რომ მათ გამოითხოვეს ინფორმაცია, რომ ინფორმაციის ქონის გარეშე ძალიან ძნელია ოპერირება. ამავე დროს თუ არ გვაქვს ინფორმაცია, ცუდი უნდა ვიფიქროთ, ეს ნორმალური ამბავია. ცუდი უნდა ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ რისკები ავირიდოთ, თუნდაც და ნეტავ კარგი იყოს, მაგრამ ცუდისთვის მზად ვიყო და მეორე რომ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, ვისაც ბევრი ცუდი აქვს და ბევრი სიცრუე დაშვებული უკვე. საუბარი მაქვს ბატონ ივანიშვილზე, ბატონ კობახიძეზე, ხო? ახლა საკითხში შევიდეთ, რა შეიძლება ეს იყოს. ციფრებში არის აშკარა შეუსაბამობა. 6 რაც გაჟღერებულ ციფრებში, ანუ 6.6 მილიარდი დოლარი და მილიონი კვადრატული მეტრი უნდა აშენდესო. ესე გამოვა, რომ 6600 დოლარი არის თვითღირებულება კვადრატული მეტრის აშენების, რაც არარეალისტურია. თუ ეს ასეთია, ეს თვითღირებულება, ეს რო ამოიღო 10000, 11000 დოლარად უნდა გაყიდო კვადრატული მეტრი, რაც ასევე სავსებით არარეალისტურია. ანუ გამოდის დასკვნა, რომ ან წამგებიანი პროექტია ჩაფიქრებული, რაც ძნელად წარმოსადგენია, ან შეიძლება სხვა ციფრებთან კონდეს სინამდვილეში საქმე და ჩვენ რაღაცას არ გვიმხველდნენ და სხვანაირად ფიქრობდნენ. ხო, ახლა მილიონს გიცხადებენ და შემდეგ 10 მილიონი კვადრატული ააშენონ. 10 მილიონი კვადრატული რომ ააშენონ, რომელიც უკვე მომგებიანად აქცევს ამ პროექტს, დაახლოებით 1500 დოლარი იქნება კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი საცხოვრებელი ფართის. გამოვა, რომ იქ აშენდება დაახლოებით 120.000 ბინა. 60 კვადრატულია და 120.000 ბინაში შეიძლება 9 მილიონმა ადამიანმა იცხოვროს. ვინ იქნება ახლა ხო ქართველებს ჯერტი არც ფული აქვთ ახლა ამის საყიდელი და არც საჭიროება არ არის. მშენებლობის ინდუსტრია საქართველოს ახლა ჭარბი მიწოდების ფაზაში, ანუ ქლიანში და პროდუქტში მცირდება რეალურად მშენებლობის ინდუსტრია, მისი წილიც მცირდება წელს და მთლიანად ინდუსტრია მცირდება. შესაბამისად და რა არის ამის შედეგი? იმიტომ რომ ის რომ აშენდა ბევრი და არ იყიდება. და შენელება ხდება ახლა მშენებლობის. და თუ აქ მშენებლობის შენელება ხდება და რაღაცები არ იყიდება, იქ ამ ხელას რო გეგმო, ვისთვის გეგმო, ხო, ასაშენებლად. ანუ გეგმო უცხოელების. აქ ბევრი ნეგატიური ასპექტია. ერთია ამდენი უცხოელის ჩამოყვანა, რაზეც ვილაპარაკეთ, 9 მილიონი არ ვიცი ხა ქართულმა ერმა იცის საერთოდ ეუბნებიან პერსპექტივაში. ანუ ეს მოაქვს როგორც კარგი რაღაცა საინტერესო პროექტია, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია რაღაცა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ინვესტიცია? ვისთვისა ეს ინვესტიცია, ხო? ანუ თუ 500.000 ადამიანი ჩამოვიდეს, ეს ფული დაიხარჯოს იმის მშენებლობაში, მაგრამ ქართულ ერამდე არაფერი მივიდეს, მუშებიც კი შეიძლება უცხოელები ჩამოვიდნენ. არაფერი ამაზე ინფორმაცია არ არის და სავარაუდოა რომ ყველაფერი უფრო უარეს მხარეს არის, რაც აი თქვა შესაძლებელია ვიდრე უკეთეს მხარეს. ანუ ნახევარი რა გვჩება პერსპექტივაში. უცხოელების მიერ აშენებული, საიდანაც ფული არ აქეთ როგორ გადმოვა არა ჩანს. 9 მილიონი შესაძლო ადამიანი ჩამოსახლებული, უცხოტომელი, არაბები, რუსები შეიძლება, ირანელები, სადაც არ იცხოვრება. ვინ შეიძლება აქ ჩამოვიდეს? ეგ ირანელებიც ძალიან საინტერესოა, მაგალითად თეირანში ფეზეშკიანმა ირანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ვილოცოთ და თუ უახლოეს ერთ თვეში წვიმა არ მოვა,
თეირანის მოსახლეობის ევაკუაცია მოუწევთ. ანუ 8%-ია წყალსაცავში ნორმიდან დარჩენილი წყალი. ანუ და პირობით აქ მე როგორც უყურებ რა, ისევ დაიშვ, აი შენ სავით 18 წელი არა, მაგრამ 7 წელი გამივა მეც საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში ნაცხოვრებ, ჯამში რო ავიღოთ. და ბუნებრივია ახლა შეგნებულ ადამიანს მიმაჩნია თავი და მგონია რომ ამდენ ქართველი როა უცხოეთში და უცხოეთმა რომ მიიღო და რაღაცა, რა შენც უნდა შეგეძლოს უცხოელების მიღება და კარგია უცხოური ინვესტიცია, მაგრამ აქ ბალანსია საუბარი. თუ შენი მოსახლეობა 3 მილიონია და 500,000, ვინც არ უნდა იყოს? ვინც არ უნდა იყოს, როგორი განწყობებითაც არ უნდა იყოს შემოსული და ასე. თუ 500,000 უეცრად რა, ანუ ნელ-ნელა 5-6 წელზე გაიწალა, მაგრამ ჯამში შენ 5 წლის მერე 2030 წელს რომ მიიღებ რაღაც 500,000 პირობითად იყოს თუნდაც 200,000, ხო? უცხოელს ამის გადახარშვას შენ ვერ მოახერხებ რა. ამას ამერიკა ვერ გადახარშავს, რომელიც melting pot ეგეთი ტერმინია, ხო? ანუ ქვაბია პრინციპში, რომელიც ადნობს ამ ყველა იდენტობას და ახალი იდენტობა გამოყავს. ჩვენ მაინც და მაინც რომ თქვა რომ ძალიან ახლა წარმატებულები ვიქნებით ამ მიმართულებით, ძალიან ტყუილი იქნება და მე უკვე ხო რისკები უნდა გათვალო რა. ხო ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ორი დიდი ეთნიკური კონფლიქტი გადაიტანა, მოსკოვის მიერ ინსპირირებული, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო ეს გადავიტანეთ, ხო? ჩვენ გადავიტანეთ უდიდესი ტრაგედიები, ნუ პირად ჩემი ოჯახის ტრაგედია, ყოველთვის ვიტყვი სოხუმელი ვარ, მაგრამ სოხუმელად მოვკვდები, მაგრამ ჩემი ოჯახის ტრაგედია, რავი, ამწუხელიძეების და რომელაშვილების და სხვათა ტრაგედიებია ეს ყველაფერი და ეხლა ჩვენ, ანუ კიდე ეგეთი საფრთხის წინაშე რომ დავდგეთ და პლუს შენ კიდე ახსენე ინტერესები და აქაც გაყოფილია რა, ანუ ვიღაცის ინტერესი შეიძლება სულაც არა საქართველოს, მათ უკვე დუბაიში ნაყიდი აქვს სახლიც, კარიც და ასე შემდეგ და უბრალოდ ერთ დღეს მოასხდებიან თვითონ და სწავლენ და ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენ ვრჩებით სხვაშორის ბარე იმ ორ ქოცნების მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ახლა გაგარნია ტაშს უკრავენ. ხელები აქვს გადაწყაული. მე მგონია რომ ქართული ოცნების მხარდაჭერებსაც დააფიქრებს ეს საკითხები, ახლა კიდე გავაგზავნოთ მოდით ამ საკითხს. მე ფარულ ინტერესებს ისევ დაუბრუნდები იმ გაგებით რომ ასე ჩანსო რომ ასე რაც ვიცით კიდევ რომ რაღაცა იურიდიული პირი თუ რა იქმნება, რომელშიც 33% საქართველოსია და დანარჩენი უცხოელების. ანუ გამოდის რომ მიწა უკვე გასხვისებულია, ანუ აი კითხვა მიჩნდება. უცხოელებზე მიწის გასხვისება არ შეიძლება. რა მექანიზმი გვაქვს, რომ ახლა მიწა შეიტანა რაღაც იურიდიული პირის წესდებაში, როგორ შეიძლება ის უკან დაიბრუნო, ან უზრუნველყო რომ ის თქვა თუ დაგჭირდა უკან დაბრუნება, მთლიანად ის იურიდიული პირი მთლიანად საქართველოსი გახდეს. რა მექანიზმები გვაქვს ამისთვის? ის რომ დაგირავდება კიდე და საერთოდ გადაიყიდოს მერე ვალების გადაუხდელობის გამო, რა ბიზნეს გეგმა აქვს, რა მომგებიანობაზე უნდა გავიდეს. ეს რომ იმის საწესდებო კაპიტალში შევიდე ეს მიწა და რომელიც დიდი ტერიტორია ის არის, აი თბილისის უბნები რომ ნახოთ, მთაწმინდა, ვერა, ვაკე, კუსტა, ანუ ძალიან დიდი ტერიტორიაა და ეხა ეს ტერიტორია მტკვრის ჭალებია, იქ რეპრესიების მსხვერპლების საფლავები, ანუ ბევრი რამეა იქ ბუნების ძეგლები და ეს ტერიტორია უცებ მისცეს ვიღაცას და რა ფასად მისცეს? ანუ აქედან რომ ეს შეიტანეს, თუ ეს შეიტანეს ეს მიწა და ეს 73%-ია რამდენი ფული ჩადეს არაბებმა მაშინ ამაში უკვე ჩადეს სად არის ფული? ერთი წამით კიდე ან კიდე რა პირობებით მისცეს, იმიტომ რომ ესაა ხელისუფლება, რომელმაც საბოლოო ჯამში თურქული კომპანია შემოიყვანა და ეხა მილიარდი გვაქვს გასასტუმრებელი, ანუ ვერც მოსახლეობასთან დალაგდა, ვერც კომპანიასთან დალაგდა, ვერც არბიტრაჟში დალაგდა და მილიონი აკვირდა ღარიბაშვილმა, ხო? პირობითად ვთქვა, ღარიბაშვილი მან ძალიან უსამართლო იქნება მაგ ერთ ადამიანზე, რომ ეს ყველაფერი ავკიდოთ, რა ძალიან დიდი ტვირთი იქნება. ხელისუფლებამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ მგონია მე ღარიბაშვილი იყოს მან თავარი პირი. ეს გიორგი გახარიას დროს იყო ხელმოწერილი, შემდეგ სხვა მინისტრები. არა, პიროვნებაზე არ მოგეთ. კი, ეს არის ქართული ისე ლაპარაკობენ წინა პრემიერ-მინისტრებზე, გეგონება ჩემი დანიშნული იყოს ის პრემიერ-მინისტრი, ხო? ხო და ახლა არც ერთთან, არც მეორესთან მე კონკრეტული რამე პრეტენზიის წაყენება არ მინდა, იმიტომ რომ არასწორი არ აქვს ინფორმაცია. კი. საკითხია რომ ქართული ოცნების პირობებში ხელმოწერილი ხელშეკრულებით ვერ მივიღეთ ვერტესი და მივიღეთ უკვე 380 მილიონი დოლარი წაგებული, რომელიც ახლა სასამართლო იმაზე მიდის, რომ ეს 380 450-ზე ავიდეს და სავარაუდოდ ავა. და 450 მილიონი დოლარი როგორც შევთქვი მილიარდ ლარზე მეტია. და ეს თითოეულ ქართულ მოსახლეზე 1200 ლარია. ძალიან ბევრი
ძალიან ბევრი ოჯახზე უბრალოდ თითოეულ ქართულ ოჯახზე 1200 ლარი პატარა ფული არ არის და ხა აქედან რა პრობლემები შეხვდება კიდე მეორე საკითხი ანუ ისეთი რაღაცეები იკვეთება ამ ხელშეკრულებაში რომ ძალიან ნადვილად შეიძლება ჩვენმა საზოგადოებამ ხვალ აღმოაჩინოს რომ არ მოგწონს საერთოდ ეს ხელშეკრულება და აქვე ვიძახი მაშინ რა უფლებით მოაწერეს ის გაასაიდუმლოეს ნუ კომერციული საიდუმლოება არ ნიშნავს რომ არ შეუძლიათ გამჟღავნება ბევრი ამის გამჟღავნება შეუძლიათ იქ გარკვეული ინფორმაცია არ შეიძლება რაც განსაკუთრებულია და ჩვენ ბევრი კითხვაზე გვეკუთვნის პასუხის მიღება და იმაზეც ისიც ასახსნელია რა უფლებით მოაწერეს ხელი ამ კომერციულ საიდუმლოეს ეს ხელშეკრულება, როდესაც არავითარი კონსულტაცია არ გაიარეს ქართველებთან და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხი აქ არის რომ ამ ხელშეკრულებას ასე რომ აწერენ ხელს და აკეთებენ არავის არაფერს არ ეკითხებიან, სადაც ამდენი კითხვის ნიშანია ასევე სავარაუდოდ იქნება მისი სიკეთეებით სარგებლობა. ანუ ისინი არ მიიჩნევენ რომ აქ საზოგადოებას რამე ეკუთვნის ან უნდა იცოდეს. ისინი საზოგადოებას გადაუგდებენ იმ მინიმუმს, რაც არ გააბრაზდებს და არ აბუნდებს. აი არქიპოსეთური რომ იძახის რომ იმისთვის ორი გოჭი არ უნდა დავმეტოვებინაო სერაპიონა უცე გვარი დამავიწყა დათათუთაშიას პერსონაჟისთვის და ერთი გოჭი უნდა დავმეტოვებინაო და მერე წადიო შენო ასინეთავ და იმას უთხარ რომ შენზე ეს თქვა და იმას უთხარ რომ შენზე ის თქვა. ანუ მისი ტაქტიკაა რომ ღარიბი ყავდეს მოსახლეობა რომ იმან ვერ შეძლოს რაიმეს გაკეთება და ჩაფიქრება და მასზე იყოს დამოკიდებული და თვიდან თვემდე სული ძლივს მიჰქონდეს რომ სამსახურის დაკარგვის ისე ძალიან ეშინოდეს ხო ხვდები რომ სასიცოცხლო რისკები უდგებოდეს და პლუს ერთმანეთზე იყოს წაკიდებული. აი ეს ტიპიური ეს დათათუთაშია დიდი ნაწარმოები და იქ უკან რო წავიდეთ ჯორჯ ორველი და ასე შემდეგ. ანუ ეს კლასიკა ასე იქცევა ასეთი ხალხი და ეს ხორციელდება. ისევ ამ ხელშეკრულება ამ საკითხს რომ დაუბრუნდეთ, ჩამოვთვალოთ, მოდი შევაჯამოთ რა რისკებს და საკითხებს უყურებთ. ქართული მიწა ძალიან მნიშვნელოვანი თბილისში, ძვირფას ადგილას თავისი ბუნებრივი წყლის რესურსებით და მცენარეულობით და ისტორიული საფლავებით იქ რეპრესიებს მსხვერპლების გადაეცა არაბებს ან გადაეცემა შეიძლება ეს უკან მოუტრიალებელი იყოს, გასაიდუმლოვდა ქართველებთან კონსულტაციები არ გაწეულა. ინფორმაციას არასწორებს ისეთი შეუსაბამოა, ანუ მილიონი კვადრატულია, მაგრამ 6 მილიარდი 600 მილიონი დოლარი აშკარად ისეთი განსხვავებაში ამასთან რომ რაღაცას გვატყუებენ პირდაპირ ვთქვი, აი ეს არა გვატყუებენ, ანუ გამორიცხულია რომ ანუ 6600 დოლარი თვითღირებულებაზე იყოს აქ საუბარი, შეიძლება პოტენციაში ამას რამდენიმე ასეული ათასი უცხოელის ჩამოყვანა მოყვეს, მუშებიც ვინ იქნებიან სამუშაო ადგილებს კვირდებიან, თუმცა საქართველოში უკვე ავიცი პაკისტანელების, ბანგლადეშელების და უამრავი ქვეყნის თვის შემოსვლა უიზო გახდა თუ იქ სპარსეთის ყურეში ვიზა აქ ან ეს რა გადაწყვეტილება იყო და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ძალიან სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები, დავკარგოთ ქართული მიწა, ეს მიწა ისეთ ფასად იყოს გაცემული, რომ ვიღაცის პირადი სარგებლობაში წავიდეს მთელი მისი სიკეთე ვიდრე საქართველოში. ანუ თუ ის მიწა შევიდა თქვათ 33% და იქიდან არაფერი არ შემოვიდა, ფაქტია რომ ვიღაცა სხვა სარგებლია მაშინ, ხო, ხომ მიხვდით რა. უხეშად მიწა ღირს, რა ვიცი, 9 მილიარდი დოლარი თქვათ, ხო? და ის შევიდა და იქიდან არაფერი მოვიდა, გამოდი რომ ვიღაცას 9 მილიარდი დოლარი აჩუქეს. და პლუს მიწა აჩუქეს. ქართველი რომლის უფლება არ ქონდათ, შეიტანეს ისეთებს, გაასხვისეს. ანუ შეიძლება კანონია დარღვეული დიდი ალბათობით კიდევ ამაზე ზევიდან დავამატოთ, ინსტიტუციების მოსპობა და განადგურება ისევ ჩანს, იმიტომ რომ ესე არატრანსპარენტულად რაღაც როგორ გააკეთეს, კონსულტაციას არ ეწევენ ერთთან, ეს ნიშნავს რომ არც აინტერესებთ აბუჩად იგდებენ და შესაბამისად იქიდან რამე შემოსავალი თუ რა იქნება, იმასაც არავის არაფერს არ გაუმხელენ. როგორ უნდა იმართოს ეს კორპორაცია არანაირად ცნობილი არა, ანუ ეს წილის რაშიც შესული ეს მიწა რა იურიდიულ პირშიც შევიდა, რა უფლებები გვაქვს იმის მართვაში, იმან რომ რამე სიგიჟეები უხეშად ვიძახი ბჭყალებში აკეთოს და ვალებით დაამძიმოს ეს კორპორაცია და არა მარტო მიწა დაიკარგოს, არამედ კიდე ბევრი სხვა მშენებლობა მოყვეს, ბევრი სხვა პრობლემა მოყვეს, ვერაფერს ვერ გავიგებთ. იქ საერთოდ რას ააშენებენ და როგორ ააშენებენ, ესეც ამაზეც ბევრი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ რა უფლებები მისცეს, შესაძლებელია რომ იმათ უკვე წინასწარ აქვთ ისეთი უფლებები მიცემული, განსაკუთრებული, რომელზეც არაფერი არ უცით. მაგალითად, ესე თეორიულად ვიძახი, რატომ არ შეიძლება მიეცათ ისეთი უფლება და რა პასუხს მოთხოვ, რომ
იქ თავისი წესები იყოს და საქართველოს კანონებისგან განსხვავებული წესები, შარიას კანონებით რომ იმართებოდეს. ვინ დაუშლიდა რომ ასეთი რამე გააკეთებინოს, ახლა თეორიულ დაშვებას ვაკეთებ. მაგ თეორიულს შეეშვეგ საერთოდ არა აუცილებელი რომ სადმე გაწერილი იყოს, თუ ის სცენარი განხორციელდება, რასაც შენ ამბობ, ეგ იქნება რეგიონში უდიდესი გეტო. ანუ გეტო მაინც და მაინც ამ შემთხვევაში იმ გაგებით კი არის როგორც ვარშავის გეტო იყო რა, ანუ გეტო დღევანდელობაში ნიშნავს ნებისმიერ კომპაქტურად ცხოვრებ საზოგადოებას, რომლებიც რაღაც საკუთარი წესებით ცხოვრობს და რომელიც დიდად, ესე ვთქვათ, სახელმწიფოს კანონებს არ აღიარებს. ახლა პირობითად რო იყო, სულაც რო არ იყოს 9 მილიონი და იყოს 120,000 ადამიანი, იქ შესვლა და კანონის აღსრულება და იქ მონიტორინგი და ასე შემდეგ მე არ მგონი ამის შესაძლებლობა ქართულ სახელმწიფოს ჰქონდეს რა. ეს ჩვენი პოლიციაც ახლა რუსთაველზე დაგვსდევს თორე მან ძალიან მეჭვება. უგორმეს პარტიისთან მან ძალიან მეჭვება. იურიდიულად რა უფლებები მისცეს ეს ერთი გამოსარკვევის საკითხი და მეორე რამდენად რეალობა რა დადგება და რამდენად შეძლებს თუნდაც ქართული კანონმდებლობის იქ აღსრულებას რომც არ ქონდეს უკვე მიცემული ასეთი უფლებები ეს მეორე საკითხი. ანუ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი რომელიც საკუთარ ენაზე მეტყველებს, საკუთარი წესებით ცხოვრობს, იქ საერთოდ არ გჭირდება შენ რამის საკანონმდებლოდ გაწერა რა. იქ ელემენტარულად აღსრულების პრობლემა გექნება მუდამ. სულ გექნება. ურთიერთობის დინამიკაში ამას ამ კითხვებს იცი რატო ვსვამ? ურთიერთობის დინამიკა ისეთია, რომ აი ესეთი მოკაკული რო ხდება, ხო ამ ჩამოსულ სტუმარს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ჭირდება. და ნუ როგორც თქვით, პოლიტიკური საჭიროება აქ ბაჩიაშვილი ჩამოყვანინა, ნუ ზუსტად ეხა ერთმანეთში როგორ ბალანსდებიან ძნელი გასარკვევია, მაგრამ ჩანს რომ რაღაც მთხოვნელის როლში არის ბატონი ივანიშვილი, ასე ჩანდა და შეხედე რა მისცა და მისცემს კიდე ბევრი კითხვის ნიშანი, არავითარი კონტროლის მექანიზმები არ აქვს ქვეყანაში, ეს საუბედურება. მის სიტყვას პირდაპირ ყურმოჭრილი ყმებივით ასრულებენ ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების წევრები და შესაბამისად უკვე რა აქვს გაკეთებული, ესეც არ ვიცით და კიდევ რას გააკეთებენ. ამიტომ ძალიან სახიფათო, ძალიან ტოქსიკურ საკითხთან გვაქვს საქმე პოტენციურად და მე ყველას მოუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ერს და ბერს რომ ხმა იმაღლოს ამ საკითხზე. თან ტექნიკურ დეტალებში ცოტა რო შევიდეთ, ეს არ შემოდის MR-ის ბრენდით, რომელიც MR-ი იქვე, ანუ ემირატებშივე რეპუტაციულად ძალიან მყარი ბრენდია და ის ბრენდი არავითარ რისკს არ ეწევა, ცალკე ბრენდითაა. ანუ რო რამე არასწორად წავიდეს MR-ის რეპუტაციას იოტისოდენა ზიანი არ ადგება და ეს Eagle Hills-ი სამწუხაროდ რჩება სპეციალურად ჩვენთვისაა შექმნილი რა და კიდე გონიოზეც რო ისაუბრო რა მნიშვნელოვანი თემები წამოწიე, მოდი ახლა ამაზე ვთქვათ. კი ბატონო. ჩვენ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინვესტორთა დიდი უმრავლესობა იყო დასავლეთიდან და მათ შორის ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მათ აქვთ გარკვეული სტანდარტები. ბევრი მათგანი იყო განვითარების ინსტიტუციები, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ასე შემდეგ. მე თვითონ მუშაობდი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში წლების მანძილზე ლონდონში და ვიცი მათი მაღალი სტანდარტები. და ჩვენ მივეჩვიეთ ამას. ისინი კეთილგანწყობით იყვნენ საქართველოში მოსულები, მართალია კომერციული ინტერესებიც ჰქონდათ, მაგრამ ამ დროს განვითარების ინსტიტუციები იყვნენ და ეხმარებოდნენ ქვეყანას. და ახლა სრულიად სხვა ტიპის მტაცებლური ინვესტორებს ვიღებთ. და აშკარად აჩვენა ნამახვანის პროექტში ენკას თურქუმა კომპანიის ქცევამ და ნუ ჩვენი მთავრობის მოდი ესე ვთქვათ პირღიობამ რომ ძალიან დიდი ტკივილები შეიძლება მივიღოთ ამ სხვა ტიპის ინვესტორებთან ურთიერთობით. ანუ ინვესტიციები თავისთავად რომ კარგი კონოტაციის სიტყვად ჩამოყალიბდა საქართველოში შეიძლება სრულიად სხვანაირად იყოს ახლა რა, ესეთი წარმოვიდგინოთ კოლონიალისტური ქცევა, მაგალითად როგორც ჩინური კომპანიები იქცევიან აფრიკაში და დამონებული ყავთ იქ ბევრი ქვეყნები, ან შრი-ლანკას, ცეილონს რა დაემართა შრი-ლანკას, სადაც ჩინელებმა პორტები ბევრი რაღაცა მიიღეს გრძელვადიანი იჯარებით და ძალიან დიდი პრობლემებია იმ ქვეყანას. ანუ ეს საკითხი არის MR-ის ბრენდს ახლა რაც შეეხება. ანუ MR-ი რა არის ჯერ თავისთავად მოდი ასე ვთქვათ და ეხლა MR-ის ვიღაცა უცნობი ბიძაშვილი თუ საერთოდ დაუკავშირებელი პირდაპირ საერთოდ ვინ არის. ანუ არავითარი მათ რეპუტაციული ზიანი მართლაც არ აქვთ.
ისედაც მათი საუკეთესო რეპუტაციაც კი ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია, ესე პირდაპირ ვამბობ ამას, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში მაინც და მაინც, კიდევ იქ ვიმეორებ რა, ბევრი კარგი მხარე აქვს იმ ქვეყანას და ძალიან ბევრი ბნელი მხარე აქვს და ზოგადად არ არიან მსოფლიოში ნიმუშები თავისი არც კარგი ცევით, არც დაბალანსებული კანონმდებლობით. გასაგებია რომ კანონი სრულდება, მაგრამ ახლა კანონი შეიძლება მრავალნაირი იყოს, როგორც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოში ისეთი კანონები შემოიყოს, რომ კანონი ქვია იმასაც, ანუ ყველაფერი რასაც კანონი ქვია და მისი შესრულება კარგი შეიძლება არ იყოს. ხო, ანუ გვაქვს მოდი ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნიანი რეპუტაციის მქონე მეორე მხარესთან ადგილი, ვისანაც იყო ფარული გაცვლა გამოცვლებით ადამიანი მოიტაცეს იმ ქვეყნიდან, ჩვენი მოქალაქე და აქ ჩამოიყვანეს. და იმასთან ერთად კეთდება პროექტი და კეთდება ისეთ ორგანიზაციასთან, რომელსაც თავის ქვეყანაშიც კი არავინ არ იცნობს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო უნდა ამზაფრებდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღებას. პირველად MR-ის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია და ზამთარი იყო, ციოდა, წინა წლის ბოლო იყო თუ ამ წლის დასაწყისი, აღარ მახსოვს და მაშინვე ავიმაღლე მე ხმა და ამაზე საუბარი დავიწყე და ჩემი მეგობრებიც კი იძახდნენ ასეთ რა აშენებს ხო არ ანგრევს და აი MR-ი ასეთი კარგია იქ აშენა, აგერ ხედავთ როგორც ხდება. ეს დამახასიათებელია ბიძინა ივანიშვილისთვის და ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო ფართოდ, რომ რაღაცა საკითხი შემოიტანენ უფრო კარგი სახით, შემდეგ ის გაუარესდება და საბოლოო ჯამში უკვე მიჩვეულია საზოგადოება. ყურს გაჩვევენ. ანუ დროა გაიგო საზოგადოებამ როგორ მუშაობს ამ ადამიანის პროპაგანდა და ზოგადად მისი სტილი, როგორ უნდა შემოგიცუროს საკითხები ფრთხილად. ხო, ეხლა გონიოს რაც შეეხება, კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია მაქვს, თუმცა ეხლა მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსთვის ახლო გონიოს ციხე, იქ სამხედრო პოლიგონია, რაზეც არის საუბარი და ვითომ საერთაშორისო დონის რეზორტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ იქაც იგივე ტიპის ბევრი კითხვის ნიშანია, ვინ ჩამოვა, ვინ იცხოვრებს. მსგავსი, ასე ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშნებია. არ მინდა ხა ესე გამოვიდეს მე რომ თბილისელი ვარო, ეს უფრო გულზე მხვდება. ალბათ ერთი განსხვავება რაც შეიძლება იყოს გონიოსა და თქვათ ამ ტერიტორიას შორის, რომ წანიში არის საფლავები ადამიანების, რომლებიც მე-20 საუკუნის კომუნისტური რეჟიმის მიერ იყვნენ დახვრეტილები და დაწყებული 1921 წლიდან 24 წელში და ბევრი საკვლევია იქ რა არის. და ეკლესიაც შენდებოდა იქ რომ მათი სულების მოხსენება ყოფილიყო და სამწუხარო ის პროექტი ვერ დაასრულა ჩვენმა საპატრიარქომ. და ისევ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და იმედის თვალით უყურებ ახლა მე საპატრიარქოს, რომ ისინი ხმას აიმაღლებენ, იმიტომ რომ ეს ეხება აი ქართველი ერის ინტერესებს როგორც სულიერი მხრიდან, ისე ფიზიკური და ხორციელი მხრიდან და მათ ვთხოვ რომ მოითხოვონ ამ ინფორმაციის გაცემა. რატომ ვამბობ ამას? რატომ ვთხოვ მაგას? ამას საბოლოო ჯამში თუ ინფორმაცია არ გვექნება, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ ყველაზე უარესი დაშვებები გავაკეთოთ ინფორმაციის არქონის პერიოდში, რა შეიძლება იყოს ამის მიღმა. და შესაბამისად თუ ეს 100-ია, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ ეს პროექტი შევაჩეროთ. და უმჯობესი იქნება ბევრად უფრო და უმტკივნეულო ქვეყნისთვის, რომ ჯერ გავიგოთ რა ხდება, კარგად გავერკვეთ და შემდეგ იქნებ ეს ხელისუფლება რომ მიხვდეს de facto ხელისუფლება რა შეცდომების აქვს დაშვებული ან დაშვების პირას არის, იქნებ რაღაცნაირად გონს მოეგოს, იმიტომ რომ ისინი დამნაშავეები აღმოჩნდებიან შემდეგ. არ ვიცი ხა ქალბატონი ქურივიშვილი, ეკონომიკის მინისტრი, რამდენად იაზრებს რაში შეიძლება აღმოჩნდეს გახოვული. ბატონი კობახიძე de facto პრემიერი რომ ბევრამეს არიაზრებს და ის უკვე ისეთი შეტოპილი როა ჩემთვის ეს გასაგებია და მასთან გონის საუბრის ნიადაგს ვერ ვხედავ. ამავე დროს ქალბატონი ქურივიშვილი ახალი მისულია იქ და შესაძლებელია იქ რაღაცა გონიერების და სიფრთხილის თუნდაც პიროვნული უსაფრთხოების და პასუხისმგებლობის ნიშანწყალი არსებობს და ეკონომიკის სხვა მუშა ზოგადად საქართველოს de facto ხელისუფლების მუშაკებს მივმართავთ, რომ იფიქრეთ ხალხო თქვენს პასუხისმგებლობაზე, თქვენ პირადად თქვენი უფლება-მოვალეობების ფარგლებში ნუ მოკიდებთ 30 ვერცხლს ხელს, ნუ გაყიდით საქართველოს ქონებას, რაზეც შეიძლება აუცილებლად უბრალოდ პასუხი მოგეთხოვებათ, როგორც სულიერად იმ სამყაროში, ისევე აქ რეალურად ამ სამყაროში და ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება დადგეს, ვიდრე შეიძლება თქვენ წარმოგედგინოთ.
ხო, ამას ვიტყვი. და პასუხისმგებლობაზე კიდევ გავიხსენებ ყოფილ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს, რომელიც ძალიან გამოირჩეოდა ამ დე-ფაქტო ხელისუფლებაში თავისი გონიერებით და დაბალანსებულობით. ნუ ღრმათ არ ვიცნობ იმ ადამიანს, თუმცა მცირე შეხებები რაც მქონია, მეუბნება, რომ ნასწავლი და გონიერი ადამიანი იყო. ფრთხილი იყო და ფრთხილი. და მისი გასვლაც დასავლური განცხადებებიც კი არ უკეთებდი. და მისი გასვლაც, ნუ გონიერი იყო, ასე ვთქვა, სიფთხილეს მისი ნაწილია და მისი ხელისუფლებიდან გასვლაც კი შესაძლებელია უკავშირდებოდეს ამ პროექტს, ანუ ის ხედავდა რა ცუდი რამე მზადდებოდა და არ სურდა მასში მონაწილეობა, ხა დაშვებას ვაკეთებ და რატომ აღზევდა და მოიყვანეს ქალბატონი ქურიშვილი ამ თანამდებობაზე, რა კომპეტენცია აქვს, რა გამოცდილება აქვს, აშკარა ის უფრო ოპერატიული მუშაკი, ანუ ღრმა მოფიქრალი და სტრატეგოსი არ არის. თუმცა შესაძლებელია უფრო იოლი ყოფილიყო მისი დაყოლება და ხელმოწერინება ისეთ ძიმე ხელშეკრულებებზე, რომელიც შემდეგ ანუ ბატონ ივანიშვილი ხვალ გვერდზე გადგება და იტყვის მე რა შუაში ვარო საერთოდ. მე ამას გარწმუნებთ დე-ფაქტო ხელისუფლების წევრებო, რომ ბატონ ივანიშვილი ამას იტყვის, რომ მე ჩემგან რა გინდათ, მე რა შუაში ვარ და თქვენ მოაწერეთ ხელი. აი თქვენ რასაც აკეთებთ, იმაზე მოგეთხოვებათ პასუხი შემოკარგებოდა, დაფიქრდით ამაზე. ნუ აიღებთ 30 ვერცხლს, კიდევ ერთხელ გეუბნები და ვინც აიღო 30 ვერცხლი, იცით იმ ადამიანის ბედი. მე ერთს ვიტყოდი უბრალოდ აი შენ დაშვება, რაც აი შენ იცოდი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა მალაგაში ნაყიდი 9 მილიონი თუ მილიონ ევრო რაღაც სახლი. არ იცოდი. ხო? და ასევე შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც დროის მერე, რომ ვიღაცებს ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ასევე რაღაც მოწყობილი ბუდეები სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? თეორიულად ხო ვარაუდობ, სხვა ლოგიკური ვერსია მე უფრო არ მომდის, რომ შენ რასაც ამბობ, პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ ამის წინაშე დადგებიან ის ადამიანები, რომელთაც ალტერნატივა საქართველოს იქეთ არ აქვთ, ვერ შეიქმნეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც სწორედ საქართველოს გარეთ აქვს ყველაფერი შექმნილი, უბრალოდ ამ ქვეყანაში შოულობს ფულს, მაგრამ სხვაგან იქმნის ყველა პირობებს, როგორც კი რაღაც საათი X-ი დადგება და რეალურად აქედან გაქცევის საშუალების წინაშე დადგებიან, ეს ხალხი უბრალოდ მოაწყდება თვითმფრინავს და წავლენ. ამაზე არ გიფიქრია? მე არ ვიცი ვის რა აქვს, რაც საკმაოდ მაღალი ალბათობით ვიცი არის, რომ ბატონ ივანიშვილი უხდის ბევრ ფულს თავისი მთავრობის წევრებს, მოდი ასე ვიტყვი და არა საქართველოს რეალურ მთავრობის წევრებს, უხდიდა და ბევრი მათგანი საკმაოდ შეძლებული გახდა ამ პირობებში. ანუ იმის გარდა რომ ისინი ოფიციალურ ხელფასს იღებენ, საკმაოდ ბევრ თანხებს უხდის, მე არ მინახია როგორ უხდის და რას უხდის, თუმცა საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია მაქვს მცოდნე ადამიანებისგან, ნუ საუბრობს ხალხი ამაზე და ისეთი კორუფციული თემები გასწორდა. ეს რასაც ის უხდის და რო იყიდის იმის სულს, შემდეგ უკვე რაღაცებსაც ავალებს. და გარდა ამისა, ვიღაცებს შეიძლება ხელით წაუწდათ უკვე იმის იქით, ანუ კანონების მიღმა და ბატონ ივანიშვილთან ფარული შეთანხმების მიღმა კიდე რაღაცებზე წაუწდათ ხელი, ხო? ხა რომეო მიქაუტაძე მაგალითად რამდენი წლის წინ საუბრობდი მე, რომ კორუმპირებულია ეს ადამიანი, ხო და ვინ აქცევდა ყურადღებას ამას და ახლა აღმოჩნდა. ხო? და რა აქვთ ნაყიდი და სადა აქვთ, მე მგონია რომ მათ არ დაიცავთ. იმიტომ რომ ახლა სამყარო საკმაოდ პატარაა, იმ გაგებით რომ ყველგან შეიძლება მიწვედა და პასუხისმგებლობის დაყენება, მე არა ვარ შურისძიების მომხრე და ზოგადად მგონია რომ ბალანსი არის დასაჭერი, ერთი მხრივ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს და მეორე მხრივ გულმოწყალებას შორის. იმიტომ რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ იმის იმედი, რომ თუ ისინი მოინანიებენ, თუ ისინი წინაღუდგებიან იმ ბოროტებას, რომელშიც ახლა არიან გახვეულები და მე ვარაუდობ, რომ თავის ნენელა ჩათრეული აღმოჩნდა. ანუ ბატონ ივანიშვილი როგორ იქცევა? პატარას მისცემს, მოაკვნეტინებს რაღაცას, ის გემრიელია, გაუტყვება და შემდეგ დავალებები და მე უარესი. ამ ახლა დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატებისთვის რო გეკითხა 3 წლის წინ რომ ამას გააკეთებდნენ, არც ერთი არ იტყოდა რომ ვერც კი წარმოიდგენა რომ ასეთ კანონებს მიიღებდნენ და ვიცი ასეთ უსინდისობას დააკანონებდნენ ქვეყანაში და ახლა ამას აკეთებენ. ეს ნენელა შეაჩვია და შესაბამისად აი ამ მეფისტოფელთან კონტრაქტში არიან ესენი და ბატონ ივანიშვილი უფრო და უფრო
ამძიმებს სახიფათოს ხდის კონტრაქტიდან გასვლას. ანუ ირაკლი ღარიბაშვილს თავს რაც გადახდა, ჩემთვის იმის მანიშნებელია, არ ვიცი ხო ხვდებით რა გააკეთა და რა არ გააკეთა, რა არანაირი დაშვება არ მაქვს და ანუ სხვა ფულს მოკიდა ხელი თუ ივანიშვილმა და ცალკე რამის დალაგება. არაფერი არ ვიცი. ივანიშვილის მიერ მიცემული ფული იყო და უკან წაართვა. თუ სხვა რაღაცაებსაც მოკიდა ხელი და ის ფულიც იყო, საიდან ქონდა ანუ ეს 5 მილიონი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამით ივანიშვილი აჩვენებს რომ შენ ჩემგან ვერ გახვალ. შენ დამოუკიდებელ შენ ცხოვრებას ვერ იქონიებ, ჩემი ყმა ხარ და აქ უნდა იყო და როგორც რაღაც პატარაში შეგნიშნავ საწინამდეგოში შენი აზრის ქონაში მე შენ იმ წუთში დაგჯი. და ამიტომაა რომ არ უნდა მოკიდო ხელი ცუდ რამეს და რომ მოკიდებ უკვე კონტრაქტში ხარ მეფისტოფელთან და ამქედან გამომდინარე რომ ასეთ ეშმაკთან გვაქვს საქმე და ბევრი ადამიანის სული უჭირავს უკვე ხელში და დაზიანებული აქვს რაღაცა გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ ადამიანებს მონანიების საშუალება მივცეთ და იმ სულის გამოხსნის და პატიების საშუალება ხა ეკლესიის საქმეა მათი სულის გამოხსნა და რაც შეეხება ფიზიკურ პასუხისმგებლობას, იურიდიულ პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, აქ მე მესმის ძალიან ბევრი ადამიანი აღშფოთებულია და უნდა დაისაჯოს აღარ განმეორდეს. ამავე დროს წარმატებული ნიმუშია რომ ის ვინც ინანიებს, ის ვინც რეჟიმის წინააღმდეგობაში გადადის, იმას ეპატიოს და ნუ ეს ბალანსი იქნება დასაცველი. ძალიან რაციონალურ და ჩემთვის ახლო რაღაცას ამოვ, ხო მეც მგონია რომ ამ პროცესში აუცილებლად ვიღაცებისთვის რაღაც გარკვეული ინდულგენციის მიცემა მოგვიწევს იმიტომ რომ შეიძლება სხვა გზით სიარული გაცილებით უფრო ცუდი აღმოჩნდეს ერისა და ქვეყნისთვის. ერთი კითხვა მაქვს და ალბათ დავასრულოთ გადაცემა, ვისაც ვიცი რომ შენც გეჩქარება და შენი გამოცდილება არის ფინანსები და საბანკო სექტორი რა და ამიტომ ცოდვა იქნება არ გკითხო შენი აზრით რა მდგომარეობა დღეს ჩვენთან რა მოკლე რეზუმე რო გავაკეთო მოგეთ 650 მილიონი დოლარის და რაღაც ხურდა 60 მილიონი ევროს გათეთრებაში ბრალი დასდეს ერთი სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ეხლა ეს საქმე ჩაფარცხულიც კი არა არავინ არ იცის სად არის უბრალოდ ეგ საქმე ამას გარდა ძალიან დიდი აშკარად შავი ფული ტრიალებს და ეს ბუნებრივია რეპუტაციული ზიანიცა ქვეყნისა და საბანკო სექტორისთვის. პლუს ჩემთვის პირადად გაურკვეველია ეკონომიკური სიტუაცია საით მიდის. უკვე არც დიდად ოპტიმისტური სცენარების მჯერა, მაგრამ არც დიდად პესიმისტური სცენარების. რა, აი ჩემთვის პრინციპში სურათი არის ძალიან გადღაბნილი რა, გაბლარული ესე რომ ვთქვათ ინგლისური ტერმინი რომ მოვიშველიოთ და შენ როგორ უყურებ, შენი პროგნოზი რა იქნება და შენი ხედვა რა იქნება რა. აი ჩვენი საუბრის დასაწყისში შენ თქვი რომ ეს რეჟიმი ცუდად დაამთავრებს, ამავე დროს ეს საქართველოსაც იწრევს უბსკრულში. რაღაცნაირად გადაბმულები არიან ქვეყანასთან და ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვაცალკევოთ საქართველოს და რეჟიმი და ეს რეჟიმი მოვიცილოთ. ამავე დროს ისინი საქართველოს ძირავენ. ანალოგიურად ორი დიდი ბანკი, რომელიც არის დუოპოლია და 80%-ს აკონტროლებს საქართველოს საბანკო აქტივების და ასევე პასივების მხარეს, ანუ დეპოზიტების მხარეს უფრო მაღალი წილიც უჭირავს და ბევრ ოპერაციაში გარკვეულწილად ჩამთრევი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ეკონომიკის დაბლა. მეორე მხრივ ეკონომიკის ცუდი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მათზე აისახება. რომ ახსენე ის შემთხვევა შავი ფულის გათეთრების რუსული ფულის უზარმაზარის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და JP Morgan-ის მსოფლიოს ყველაზე დიდი ბანკის დირექტორმა დაიმომა სულ ხნის წინ თქვა რომ ერთ ტარაკანას რო ვხედავ ძალიან ფრთხილი ვხდები, იმიტომ რომ იქ სავარაუდოდ სხვა ტარაკნებიც არისო და ეს მე ეჭვება რომ ეს ერთი შემთხვევა იზოლირებული ყოფილიყოს და სხვა არ ყოფილიყოს. ფაქტია რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის უცხოური რუსული რუბლები და ზოგადად შავი უცხოური ვალუტა შემოდიოდა არ მინდა შემეშავოს ახლა ორი კვირა საპრობილეში ვიყავი და ციფრები არ გადავიმოწმევ, თუმცა როგორც მახსოვს 2023 წლის
წელს 5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლებია საქართველოში ნაღდი მარტო შემოსული და გასული და ასეთი თანხები და თუნდაც ამ ჯიხურის თანხები რაც არის, ამას დიდი ინკასაციების სჭირდება და ასე შემდეგ. ესე გამორიცხულია საბანკო სისტემის გარეშე ამ ფულის მოძრაობა და ბევრი კითხვის ნიშნები მიჩნდება შესაბამისად ამ ბანკების მიმართ. ხა ამას ვამბობ ღიად და ამის დამალვა არ შეიძლება. მეორე მხრივ ასეთ რამებზე რომ საუბრობთ, ყოველთვის ვთხრობ რომ ვფიქრობ იმ ბანკების რეპუტაცია რომ დაზიანდეს და თუ რამე ცუდი საქმეები აქვთ ნაკეთები ის რომ გამჟღავნდეს როგორი მძიმე აღმოჩნდება ეს მთლიანად ქვეყნისთვის. აქ ძირითადად იმას ვიტყვი რომ დღევანდელი მდგომარეობა ასეთია. გვაქვს ორი დუოპოლისტი ბანკი, რომელიც უზარმაზარ მოგებებს შოულობს, მეორე მხრივ მათ აქვთ და მდგრადი ძირითადი წილად ინსტიტუციებია ფინანსურად, იმიტომ რომ ძალიან მაღალმომგებიანია, დიდი კაპიტალი აქვს ასე შემდეგ. მეორე მხრივ საკმაოდ მყიფეებია მაინც, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში მყიფეა, ჩვენი რეიტინგი რომ აიღო თქვა საკრედიტო რეიტინგი იმის გაკოტრების ალბათობა ისეთი პატარაც არ არის და ახლა მეტად აღარ წავალ ამ მაშინ სპეციალისტებმა ეს იციან და ნუ ბალანსი ახლა ისე არც ძალიან სწრაფად არ შეიძლება მოხდეს და მეორე მხრივ ისეც ვერ იტყვი რომ წყალი არ გაუვა და ის არის რა ქვია ტყვია გაუმტარი ლითონით არის დამზადებული. ამიტომ ეს ამ ინსტიტუციების და აქვთ უამრავი საფრთხე. შავი ფულის მოძრაობა და ზეწოლები ხელისუფლებიდან სავარაუდოდ იმას ესხი მიეცი ამას და ასე შემდეგ, თუნდაც ახლა ეს პროექტი რო განხორციელდეს Eagle Hills-ის დააკრედიტე, რა ვიცი, რატო ვერ ეტყვიან და არ ეტყვიან რომ ამას კრედიტები მიეცი. ერთგვარი სიხარბეც იქნება რომ მივცე და რაღაც ვიშოვი აქედან რა ბანკებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ზეწოლად თავისუფლად შეიძლება იყოს ხელისუფლებიდან. ისეთ დონეზე შედის ეს საცეცები ჩვენი იმისი ანაკონდის რომ ყველგან თელ ქვეყანაში, ანუ სახელმწიფო ინსტიტუციებს ხო შევიდა, ხა კერძო სექტორზეც გადადის, რომ ძალიან სახიფათო ხდება და ადვილი წარმოსადგენია, რომ ბანკებზეც განახორციელოს ეს ზეწოლა. ჩემთვის, არ ვიცი, წყალგაუვალია, რომ ამ ბანკის პირველი პირები, ორივე პირველი პირი ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების და სავარაუდოდ გარკვეულად მათი მორჩილებიც არიან. ხო ეს ვარაუდია, ზეწოლის კი არა მარტო მორჩილები არიან, მაგალითად თუნდაც ავიღოთ ის ფულის გათეთრების საქმე, რაზეც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აპატიმრებდნენ, იქ ბანკის დირექტორი როგორ დარჩა საერთოდ გვერდზე და არავითარი კითხვის ნიშანი არ დაუსვია, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ან ამდენი შავი ფული რომ მოძრაობს და რამდენადაც მე ვხვდები, უფრო საქართველოს ბანკი არის ფულის ტრანსპორტირებაში და მას სომხეთშიც აქვს ბანკი და რუსულ რუბლებთან სავარაუდოდ მეტი შეხება აქვს, რა ვიცი როგორ ხდება ეს, ხო მიხვდით და ბევრი საკითხებია რის გამოც ისინი სავარაუდოდ უზარმაზარი ზეწოლის და ალბათ კონტროლისა და ალბათ იმავე როგორ ვთქვა ნაჭამი უკვე საცლურების ქვეშ არიან, არ მინდა არავის ბრალი დავდო, მაგრამ ეს აზრები მიჩნდება, ხომ მიხვდით და სულ მცირე ისეთი ძალიან დელიკატურ ფრთხილ ბალანსში არიან და ესე თხელყინულზე დადიან და ყველანი თხელყინულზე დავდივართ, ამაზე არ არის, უბრალოდ იქ საკითხია სინდისიერებასა და ქვეყნის სამსახურსა და ბოროტების სამსახურს შორის ბალანსია საუბარი. ამიტომ ეს ხალხი მინდა გავაფრთხილო, გავახსენო პასუხისგებლობა თავისი ქვეყნის სულის ერის წინაშე. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ინსტიტუციები, თქვენი სიტ ბატონებო საქართველოს ბანკი და TBC ბანკი არის უმნიშვნელოვანი ინსტიტუციები, რომლებზეც კიდია დიწილად საქართველოს ეკონომიკა და ასევე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით თქვენი ქცევა უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და ქართული ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის. იცით, გონიერი ხალხი ხართ, ჩვენ გვისაუბრია ამაზე არაერთხელ და ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ თეთრი და შავის გარჩევის დრო დგება და ფრთხილად ვიყოთ უნდა ყველანი, მეც ფრთხილად დავარ ბუნებრივია და თქვენს მოგიწოდებთ, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომელსაც შემდეგ ინანებთ. მე მგონია, რომ ეს სათქმელია უკვე ასე ღიადაც ისეთ მდგომარეობაში ვართ ქვეყანა და ისეთ რისკებს უყურებთ და თითოეულისგან მოსაუდრელი და საჭირო არის მაქსიმუმის გაკეთება, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი უზარმაზარი კრიზისისა და კატასტროფისგან, რომელშიც ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიგვაქანებს. მადლობა გაცემის მაყურებლებს, გაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში.